დღემშვიდობისა ტელერადიო კომპანია ობიექტივის პირდაპირ ეთერშია ინტერაქტივი. მე ჟურნალისტი ილია ჩაჩიბაია ვარ და დღეს გავუძღვები ინტერაქტივის საგანგებო გამოშვებას, თუ შეიძლება ასე ითქვას. როგორც მე დაგპირდით ჩვენს მაყურებლებს და რადიომსმენელებს, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გეგმავდით ფართო მასშტაბიანი გამოკითხვის ჩატარებას ტელერადიო კომპანია ობიექტივის პირდაპირ ეთერში, სადაც ამომრჩევლები, საზოგადოების წევრები საკუთარი ხმით, საკუთარი სიტყვებით დაასახელებდნენ იმ პარტიასთან გაერთიანებას, რომელსაც აძლევენ ხმას. როგორია თქვენი საბოლოო გადაწყვეტილება, რომელ პარტიას ან გაერთიანებას უჭერთ მხარს, ეს იქნება დღეს ობიექტივის უწყვეტი პირდაპირ ეთერის მთავარი შეკითხვა. ამ დროიდან შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე 55588 სულ რაღაც 2 დღე დარჩა არჩევნებამდე, ბუნებრივია ამომრჩეველთა უმეტესობამ პრაქტიკულად უკვე გადაწყვიტა თუ ვის მისცემს ხმას და ვის დაუჭერს მხარს, ამიტომ გელოდებით პირდაპირ ეთერში თქვენი მოკლე პასუხებით. გთხოვთ დაასახელეთ მხოლოდ საარჩევნო ბლოკის რიცხვი ან დაასახელეთ მხოლოდ პარტიის თუ გაერთიანების დასახელება. შეფასებითი ნაწილი დღეს ობიექტივის ამ ეთერში არ იქნება. რა თქმა უნდა, მე გადაცემის ბოლოს შევაჯამებ მაჩვენებელს და მოდით ამ ეთერით ვუპასუხოთ, ღიად ვუპასუხოთ იმ კვლევების ავტორებს, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში ჩვენ გვაჯერებენ განსხვავებულ რეალობას. ხოლო სინამდვილეს დავინახავთ პირდაპირ ეთერში ახლა და პირველი ზარია გადაცემაში. გამარჯობა, გისმენთ? გამარჯობა. თქვენი არჩევანი, თუ კი სურვილი გაქვთ დაასახელეთ, მოკლედ. რა თქმა უნდა, გაერთიან კონსერვატიულ. დიახ. დიდი რა მადლობა. თქმა უნდა, გაერთიან მიღებულია თქვენი ხმა. ქალბატონო, პატრიოტთა ალიანსი, ეს გახლავთ დიდი გაერთიანება, რომელშიც კონსერვატიულად და პატრიოტულად განწყობილი საზოგადოებაა გაერთიანებული. მორიგი ზარია ეთერში, გისმენთ? რა თქმა უნდა, ბატონო ილია, ნომერი 8. ნომერი 8, მიღებულია თქვენი ხმა. დიდი მადლობა ზარისთვის. ინტერაქტივის შეკითხვა დღეს ასეთია, რომელ პარტიას ან გაერთიანებას აძლევთ ხმას? როგორია თქვენი საბოლოო გადაწყვეტილება? უწყვეტ ეთერში ტელერადიო კომპანია ობიექტივის სიხშირეებზე ჩვენ დღეს ამ შეკითხვას ვსვამთ. მორიგი ზარია, გისმენთ? ალო. დიახ. თქვენ გაძლევთ ხმას 8 ნომერს. 8 ნომერი. პატრიოტთა ალიანსი და დიდი გაერთიანება, რომელშიც შედის 50-მდე ორგანიზაცია და პარტია. პატრიოტთა ალიანსი, ალტინფო, ქართული იდეა, ქართული მისია და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი ადამიანია გაერთიანებული 8 ნომრის ირგვლივ. შეგახსენებთ, რომ არჩევნებში 19 ბლოკი იღებს მონაწილეობას, შემდეგ ჩამოვთვლი, მანამდე კი ზარია, გისმენთ? მოგესალმებით, ილია. მოგესალმებით. მე ხმას ვარ პატრიოტთა ალიანსი. პატრიოტთა ალიანსი, მორიგი ხმა პატრიოტთა ალიანსის მიმართ დაფიქსირებულია, ვინაიდან ჩვენ წინა გადაცემებში გვისაყვედურეს, რომ ბევრმა მოქალაქემ ვერ შეძლო დაკავშირება, ჩვენ შევეცდებით, რომ დღევანდელ გადაცემაში გავზარდოთ ქრონომეტრაჟი. ობიექტივი გისმენთ, გამარჯობა. გამარჯობა. დიახ. ხმას ვაძლევ 9 ნომერს. 9 ნომერი, ეს არის კოალიცია ძლიერი საქართველო, ლელო, ხომ? დიდი მადლობა. მიღებულია თქვენი ხმა, რომელ პარტიას ან გაერთიანებას აძლევთ ხმას? როგორია თქვენი საბოლოო გადაწყვეტილება? არჩევნებამდე 2 დღე დარჩა და ჩვენ პირდაპირ ეთერში გაძლევთ შანსს დარეკოთ, გამოთქვათ თქვენი შეხედულება იმისთვის, რომ თელმა ქვეყანამ დაინახოს რა არის რეალური მაჩვენებელი და რეალური მხარდაჭერა კონკრეტული პარტიების მიმართ. იმ კვლევების საპასუხოდ, რომელსაც დღე არ გავა ისე, რომ არ გაავრცელონ კონკრეტულმა ტელერადიო კომპანიებმა და სანდოობა იმ კვლევების მიმართ თითქმის არ არსებობს. აქ კი თქვენ, ჩვენი მაყურებლები და რადიომსმენელები, თქვენი ხმით რეკავთ და ამბობთ თუ ვის უჭერთ მხარს. ამიტომ ამ ეთერში ნებისმიერი პარტიის თუ გაერთიანების მხარდამჭერს შეუძლია დაგვიკავშირდეს. მორიგი ზარია, გისმენთ? დაიწყეთ საუბარი, გისმენთ? გამარჯობა.
გაგულებთ ხმას 8 ნომერი 8 ნომერი მიღებულია თქვენი ხმა ქალბატონო, დიდი მადლობა იმისთვის რომ დაგვიკავშირდით. როგორია თქვენი საბოლოო გადაწყვეტილება? რომელ პარტიას ან გაერთიანებას უჭერთ მხარს? ეს არის ჩვენი დღევანდელი გადაცემის შეკითხვა. ზარია ეთერში გისმენთ? ეხლა ძალიან მოწნეული პასუხი, თუ შეიძლება პასუხი, ან პარტია ან ბლოკი. დიახ, გისმენთ. კარგით, გაითიშა. დღეს არ გვექნება ჩვენ შეფასებითი ნაწილი. მოდით ეს გადავდოთ სხვა დღეებისთვის და ინტერაქტივი მუდმივად უსმენს თქვენს ვრცელ შეხედულებებს, მაგრამ დღეს გვინდა ბევრი ზარი მივიღოთ. ამიტომ მხოლოდ პარტია ან მისი საარჩევნო ნომერი დაასახელეთ. გისმენთ? ნომერი 8 მიღებულია თქვენი ხმა მიღებულია. დიდი მადლობა რომ დარეკეთ პირდაპირ ეთერში. თქვენ უსმენთ და უყურებთ ობიექტივს და ბუნებრივია ჩვენ როგორც დაგპირდით არჩევნებამდე 2 დღით ადრე ვაკეთებთ ვამზადებთ ამ ფართო მასშტაბიან გამოკითხვას ღია ეთერში. გისმენთ, გამარჯობა. გამარჯობა ბატონო ილია. გამარჯობა. თქვენ გაძლევთ თქვენ 8 ნომერი. მოდით თქვენ გაძლევთ ხმას ეს ცოტა დამაბნეველია. პირდაპირ 8 ნომერი დავასახელოთ თუკი პატრიოტთა ალიანსი. დიდი მადლობა. მიღებულია თქვენი ხმა, მიღებულია. მადლობა რომ დარეკეთ, ღია ეთერში ვართ. შეგახსენებთ, ვსაუბრობთ თქვენ საბოლოო გადაწყვეტილებაზე 2 დღით ადრე არჩევნებამდე. გავცეთ ამ ეთერით, ამ გადაცემით პასუხი იმ ყალბი კვლევების ავტორებს, რომლებიც თავს გვახვევენ ტყუილს. ზარია ეთერში გისმენთ? მიღებულია თქვენი ხმა. დიდი მადლობა რომ დაგვიკავშირდით. აქვე უნდა შეგახსენოთ, რომ ძალიან მოკლე პასუხს ველოდებით თქვენგან. დაასახელეთ მხოლოდ საარჩევნო ნომერი კონკრეტული პარტიის ან უბრალოდ სახელი გაერთიანების ან პარტიის. ზარია გისმენთ? ჰალო, 5 ნომერი. 5 ნომერი. დიდი მადლობა თქვენ ზარისთვის. ერთი ხმა კოალიცია ერთობა 5 ნომერი ნაციონალური მოძრაობაა ეს იგივე შეგახსენებთ. ნებისმიერი პარტიის მხარდამჭერისთვის ესეთერი ღიაა. 19 სუბიექტი დარეგისტრირდა ამ არჩევნებზე. კოალიცია ცვლილებებისთვის 4 ნომერი, კოალიცია პატრიოტთა ალიანსი 8 ნომერი, კოალიცია ერთობა 5 ნომერი, კოალიცია ძლიერი საქართველო 9, ლეიბორისტული პარტია 10, ჩვენ 23 ასეთი პარტიაა, გახარია საქართველოსთვის 25, გირჩი 36, ქართული ოცნება 41, დანარჩენ შემდეგ განვაგრძობ. ზარია ეთერში გისმენთ? 8 ნომერი მიღებულია მორიგი ხმა პატრიოტთა ალიანსის მიმართ, რომელიც დიდი გაერთიანების სახელით მონაწილეობს ამ არჩევნებში. კონსერვატიული მოძრაობა ალტინფო, ქართული მისია, ქართული იდეა და ათობით ორგანიზაცია და პარტია გაწევრიანებული ამ გაერთიანებაში. ზარია გისმენთ? ალო გისმენთ? ალო გისმენთ ეთერში? 8 ნომერი 8 ნომერი მიღებულია მორიგი ხმა პატრიოტთა ალიანსის მიმართ. არჩევნებში აგრეთვე მონაწილეობენ მემარცხენე ალიანსი, პარტია საქართველო, ჩვენი გაერთიანებული საქართველო ასეთი პარტია, საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია, თავისუფალი საქართველო, ტრიბუნა, შეცვალე საქართველო, ქართველ ერთობა, საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია, ევროპელი დემოკრატები. ზარია ეთერში გისმენთ? 8 ნომერი მიღებულია თქვენი ხმა. დიდი მადლობა ზარისთვის. დღეს გადავწყვიტეთ ობიექტივის ეთერში. თქვენ გკითხოთ თუ ვის აძლევთ ხმას. როგორია თქვენი საბოლოო გადაწყვეტილება? ამ კითხვას ვსვამთ ობიექტივის დღევანდელ ინტერაქტივში. არჩევნებამდე სულ რაღაც 2 დღით ადრე. ნებისმიერი პარტიის მხარდამჭერს ველოდებით ეკრანზე მითითებულ ნომერზე. გისმენთ? გამარჯობა. გამარჯობა, ალო. დიახ, გისმენთ? 41. მიღებულია თქვენი ხმა. მადლობა რომ დაგვიკავშირდით. ქართული ოცნების მხარდამჭერი გვიკავშირდებოდა ობიექტივის პირდაპირ ეთერში. ძალიან საინტერესოა როგორი იქნება საბოლოო შედეგები. მე ეთერის დასასრულს აუცილებლად გაგაცნობთ თქვენ შედეგებს ჩვენი გამოკითხვისა. ზარია გისმენთ? ქართული ოცნება 41. ქართული ოცნება მიღებულია თქვენი ხმა ქალბატონო. დიდი მადლობა იმისთვის რომ დარეკეთ და თქვენი მოსაზრება, თქვენი არჩევანი გაგვანდეთ ღია ეთერში. აბსოლუტურად თამამად შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ. თქვენი პირადი მონაცემები, მობილურის ნომერს გულისხმობ, არ გასაჯაროვდება არანაირად.
კონფიდენციალობა ამ თვალსაზრისით დაცულია, თამამად შეგიძლიათ დაასახელოთ თქვენთვის სასურველი პარტია ან გაერთიანება. გისმენთ, გამარჯობა. დაიწყეთ საუბარი, გისმენთ. გაითიშა როგორც ჩანს, არ არის კავშირი. დიახ, გაითიშა, ან რაღაც ხარბეზია. დიახ? 41 მიღებულია თქვენი ხმა, დიდი მადლობა ზარისთვის. რომელ პარტიას ან გაერთიანებას აძლევთ ხმას? როგორია თქვენი საბოლოო გადაწყვეტილება? სწორედ ამ შეკითხვას ვსვამთ არჩევნებამდე 2 დღით ადრე. შეგახსენებთ იმასაც, რომ 19 სუბიექტია და დარეგისტრირებული ამ არჩევნებზე, როგორც გაერთიანებები არიან წარმოდგენილი, თუმცა ერთი პარტიისით, ასევე ცალკეული პარტიებიც მონაწილეობენ. ობიექტივი გისმენთ? როგორია თქვენი არჩევანი? გისმენთ? ალო, 8 ნომერი გენაცვალე. 8 ნომერი, მიღებულია თქვენი ხმა, დიდი მადლობა, რომ დაგვიკავშირდით. 557 88 55 88 პირდაპირი ეთერის ნომერი გახლავთ. ობიექტივი გისმენთ? გამარჯობა. თქვენ ეთერში ხართ, გაითიშა სამწუხაროდ და ზარია კვლავ ეთერში, აი ძალიან სწრაფად შემოდის ზარები, უამრავი ადამიანი რეკავს. გისმენთ? 8 ნომერი მიღებულია თქვენი ხმა, დიდი მადლობა იმისთვის, რომ დაგვიკავშირდით პირდაპირ ეთერში. რომელ პარტიას ან გაერთიანებას აძლევთ ხმას? როგორია თქვენი საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების მოახლოებასთან ერთად? სულ რაღაც 2 დღე დარჩა და საქართველოს უკვე ეყოლება ახალი პარლამენტი. ბევრი სიახლე უნდა იყოს წესით. ვნახოთ როგორია ხალხის არჩევანი. ზარია, გისმენთ? გისმენთ, გამარჯობა. ალტინფოს 8 ნომერი. 8 ნომერი, ალტინფო და პატრიოტთა ალიანსი, ეს დიდი გაერთიანება, დიდი მადლობა თქვენ, რომ დარეკეთ. მე აქვე უნდა გთხოვოთ, როგორც კი გამოვა ჩვენს ტელეფონის ნომერზე ზარი, მაშინვე ტელევიზორს ხმა ბოლომდე გამოურთეთ და დაასახელეთ თქვენი არჩევანი. ბუნებრივია, თუ კი ამის სურვილი გაქვთ. ძალიან საინტერესოა ეს ეთერი, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ყოველდღიურად სხვადასხვა კვლევებს გვთავაზობენ, სხვადასხვა ტელევიზიები და გსურს, რომ რეალური ვითარება როგორია, რეალური მხარდაჭერა, რეალური განწყობები როგორია ქვეყანაში, ეს გავიგოთ და ერთმანეთს გავუზიაროთ ჩვენი არჩევანი. ზარია გადაცემაში, გისმენთ? 41. დიდი მადლობა თქვენ ზარისთვის. 557 88 55 88. შეგახსენებთ, რომ ეს პირდაპირი ეთერია და ნებისმიერი პარტიის მხარდამჭერ შეუძლია დაგვიკავშირდეს. აქვე გაითვალისწინეთ, რომ ერთი ნომრიდან და ერთი ადამიანის მხრიდან ჩვენ ვიღებთ მხოლოდ ერთ ხმას. თუ კი დადგინდება ეთერის მსვლელობისას, რომ მოხდა რაიმე შეცდომით ან გარკვეულწილად შემთხვევით შემოვიდა რამდენიმე ადამიანი და ერთ და იგივე პოზიცია თქვა, ეს ხმები ბოლოს მაინც გაბათილდება, ამიტომ გთხოვთ, ნუ შეეცდებით, რომ რაღაც არასწორად წავიდეს ეს ჩვენი გადაცემა, ჩვენ სიმართლე და ობიექტურობა გვინდა. ზარია ეთერში, გისმენთ? გისმენთ, დაიწყეთ. გამარჯობა. გამარჯობა. 8 ნომერი მიღებულია. დიდი მადლობა თქვენ ზარისთვის. დიდი მადლობა, რომ გვიკავშირდებით. პირდაპირ ეთერშია ინტერაქტივი, არჩევნებამდე 2 დღით ადრე ყველაზე საინტერესო და ყველაზე ლეგიტიმურ შეკითხვას ვსვამთ დღეს ამ ეთერში. რომელ პარტიას ან გაერთიანებას უჭერთ მხარს? როგორია თქვენი საბოლოო გადაწყვეტილება? ვსაუბრობთ სწორედ ამ მიმართულებაზე და ამ თემაზე. გთხოვთ დაგვიკავშირდით და მოკლედ დააფიქსირეთ თქვენი არჩევანი პირდაპირ ეთერში. იმისთვის, რომ ერთმანეთს გავუზიაროთ, ბუნებრივია ჩვენი სათქმელი, ჩვენი პოზიცია, ჩვენი შეფასება, ჩვენი არჩევანი პირველ რიგში. მორიგი ზარია ეთერში, თუ არ ვწდები, გამარჯობა, გისმენთ? გაითიშა ზარი, ვწუხვარ, რომელ პარტიას ან გაერთიანებას აძლევთ ხმას? როგორია თქვენი საბოლოო არჩევანი? სწორედ ამ თემაზეა დღეს ობიექტივის ინტერაქტივი და ნებისმიერი თქვენგანისთვის, ყველა მხარდამჭერისთვის, ყველა პარტიის, ნებისმიერი გაერთიანების თავისუფალი და ღია ეს ერთადერთი ინტერაქტიული არხი საქართველოში, რომელსაც ქვია ობიექტივი და რომელიც ყველა გადაცემაში გისმენთ თქვენ, ჩვენი საზოგადოების წევრებს. შეგახსენებთ კიდევ ერთხელ, რომ
არჩევნებში 19 სუბიექტი მონაწილეობს. ზარია გადაცემაში გისმენთ? 8 ნომერი, გამარჯობა. გამარჯობა, 8 ნომერი მიღებულია თქვენი ხმა პატრიოტთა ალიანსის მიმართ და ამ დიდი გაერთიანების მიმართ, რომელიც მონაწილეობს ერთიანად ამ არჩევნებში რვიანის და პატრიოტთა ალიანსის სახელით. მორიგი ზარია ეთერში. გამარჯობა, შეგიძლიათ დაიწყოთ საუბარი. თქვენ ხართ პირდაპირ ეთერში. გამარჯობა, გისმენთ? დიახ, დაიწყეთ საუბარი, გთხოვთ. 8 ნომერი, რა თქმა უნდა. 8 ნომერი. 8 ნომერი. დიდი მადლობა, მიღებულია თქვენი ხმა ქალბატონო. მე კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ მუდმივად ცდილობენ ჩვენი საზოგადოების წევრებზე ზეგავლენის მოხდენას კონკრეტული ტელევიზიები და აქვეყნებენ სხვადასხვა კვლევებს, მაგრამ სანდოობა ამ კვლევების მიმართ პრაქტიკულად ნოლია. ამიტომ ჩვენ ღია ეთერში გვინდა საზოგადოების წევრებმა თავად საკუთარი ხმით დარეკონ და დაასახელონ ბოლოს და ბოლოს ვინ არის მათი რჩეული არჩევნებამდე 2 დღით ადრე. ზარია, გამარჯობა, 8 ნომერი. 8 ნომერი მიღებულია თქვენი ხმა. ამ ეტაპზე ლიდერობს პატრიოტთა ალიანსი, შემიძლიათ არწმუნებით გითხრათ. ძალიან საინტერესო იყო წინა საარჩევნო პერიოდიც, რომელიც ქვეყანამ გამოიარა, იყო უამრავი აქცია, იყო ბევრი დაპირისპირება, როგორც ხელისუფლების მხარდამჭერებს, ასევე ოპოზიციის წევრებს შორის. ბევრი რამ ნახა ამ თვეების განმავლობაში ქვეყანამ პრინციპში, თუმცა დიდი სიახლე არაფერი არ ყოფილა. ყოველი არჩევნების წინ არის ასეთი დაძაბული ფონი. თუმცა ამჯერად ძალიან მნიშვნელოვანია საბოლოოდ ქართველი ხალხის გადაწყვეტილება. ზარია ეთერში, გისმენთ? 8 ნომერი, 8. 8 ნომერი, მიღებულია თქვენი ხმა. დიდი მადლობა, რომ დაგვიკავშირდით. 557 88 55 88. ეს გახლავთ ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი. შეგახსენებთ პირდაპირ ეთერში ვმაუწყებლობთ. ზარია ეთერში, გისმენთ? 8 ნომერი. 8 ნომერი. დიდი მადლობა თქვენ ზარისთვის. როგორც ჩანს, ძალიან კაფიო მხარდაჭერა იკვეთება ამ დროისთვის პატრიოტთა ალიანსის მიმართ ჩვენს დღევანდელ გამოკითხვაში და მე მინდა აგრეთვე მოუწოდო ყველა პარტიის მხარდამჭერს, ყველა პარტიის გულშემატკივარს, რომ აკრიფეთ ეს ნომერი და დაგვიკავშირდით. საინტერესოა თქვენი აზრი. ძალიან გვაინტერესებს ჩვენ ობიექტივის წევრებს, თქვენი მოსაზრება და თქვენი არჩევანი. თავისუფალი ახლა ხაზი, მაგრამ აი წამებში უკვე მორიგი ზარია. გისმენთ, გამარჯობა. გამარჯობა, 8 ნომერი. 8 ნომერი, პატრიოტთა ალიანსი. მეუღლე და მე. დიახ, დიდი მადლობა თქვენ ზარისთვის. მაპატიეთ, მე მხოლოდ ერთ ხმას დავაფიქსირებ ამჯერად და თქვენი მეუღლე თუ ცალკე თავისი ნომრიდან დარეკავს, უკეთესი იქნება, იმიტომ რომ უფლება არ მაქვს, რომ 2 ხმა ჩავთვალო ერთი ადამიანის არის საფუძველზე. დიდი მადლობა თქვენ ქალბატონო იმისთვის, რომ დაგვიკავშირდით ობიექტივის პირდაპირ ეთერში. ზარია, გისმენთ? 8 ნომერი. 8 ნომერი. მაი როგორც სწრაფად გვიპასუხა პატივცემულმა ჩვენს კითხვაზე. იმისთვის, რომ ბევრი ადამიანის მიღება შევძლოთ ეთერში, ეს მნიშვნელოვანია, რომ მოკლე პასუხი იყოს და მხოლოდ დავასახელოთ ჩვენი არჩევანი, ან საარჩევნო რიცხვი, ან პოლიტიკური პარტიის თუ გაერთიანების დასახელება, რომელიც არჩევნებში მონაწილეობს. მორიგი ზარია, გისმენთ? მადლობა, 8 ნომერი, მიღებულია თქვენი ხმა, მორიგი ხმა პატრიოტთა ერთობის მიმართ და ალტინფო აგრეთვე აქ ბუნებრივია იგულისხმება. 557 88 55 88. რომელ პარტიას ან გაერთიანებას აძლევთ ხმას? როგორია თქვენი საბოლოო გადაწყვეტილება? გისმენთ? ალო. გისმენთ? 41 ქართული ოცნება. მიღებულია თქვენი ხმა. სხვათა შორის გადაცემა დაიწყო დაახლოებით 20 წუთია და უპრეცედენტო შედეგებია. ასე გამოკვეთილად წინა გადაცემებში არ იყო, ვთქვათ, პატრიოტთა ალიანსის ლიდერობა.
სხვა მონაცემები უფრო მეტად აგრეთვე შემოდიოდა სხვა პარტიის მხარდამჭერთა რიცხვი უფრო აქტიური იყვნენ ამის თქმა მინდა სხვა პარტიების მხარდამჭერები. ზარია გისმენთ? 8 ნომერი გენაცვალე. 8 ნომერი, დიდი მადლობა თქვენს არისთვის. არჩევნებამდე დარჩა ზუსტად 2 დღე. შაბათს დილის 8 საათიდან საქართველოში გაიხსნება საარჩევნო უბნები და საზოგადოების წევრებს მიეცემათ შესაძლებლობა საკუთარი არჩევანი გააკეთონ. ხოლო 2 დღით ადრე ჩვენ პირდაპირ ეთერში გთხოვთ. თუ კი ამის სურვილი გაქვთ, ბუნებრივია, დაასახელოთ თქვენი საბოლოო გადაწყვეტილება. რომელ პარტიას, რომელ გაერთიანებას აძლევთ ხმას? ზარია, გისმენთ? გისმენთ? ალო, გისმენთ, ალო? 8 ნომერი ანტიფა პარტიას ალიანსი. დიდი მადლობა. მიღებულია თქვენი ხმა. მიღებულია. ჩვენ მინდა გითხრათ, რომ წინა ეთერში 2 ასეთი ტიპის გამოკითხვა გქონდა რამდენიმე კვირის წინ, ბოლო, უფრო ადრეც კვლავ იყო ასეთი გადაცემა და მე დააგპირდით მაშინ და ვთქვი, რომ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე უკვე საბოლოო გადაწყვეტილებაზე გვექნებოდა საუბარი და გვისაყვედურეს, რომ აი დარეკვა გვიჭირს, ბევრი ადამიანი ვერ ახერხებდა ამას, ამიტომ დღეს შევეცდებით ქრონომეტრაჟი გადაცემისა გავზარდოთ, რომ ბევრმა დარეკოთ. გისმენთ? თქვენთან დარეკავს თქვენი მომხრეები. გისმენთ თქვენი არჩევანი ქალბატონო? ჩემი არჩევანია 9 ნომერი. 9 ნომერი. გასაგებია, ხომ არ ხართ ჩვენი მხარდამჭერი, ესე იგი და რეკავთ მაინც, რატომ ფიქრობთ ასე? გასაგებია. მადლობა იმისთვის, რომ დაგვიკავშირდით. 557-88-55-88. ეს პირდაპირი ეთერია. 9 ნომერი ბოლო ხმის ავტორი იყო კოალიცია ძლიერი საქართველო, რომელშიც ლელო, ელისაშვილი, ანადოლიძე და ეს პერსონები არიან გაერთიანებული. ზარია, გისმენთ? გთხოვთ, დაიცადოთ. მადლობა ზარისთვის, ხელახლა დაგვიკავშირდით. 557-88-95-88. რომელ პარტიას ან გაერთიანებას აძლევთ ხმას? როგორია თქვენი საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნებამდე 2 დღით ადრე? პირდაპირ ეთერში მიმდინარეობს ეს გამოკითხვა და საინტერესოა ჩვენი საზოგადოების გადაწყვეტილება. გისმენთ? გამარჯობა. გამარჯობა. 8 ნომერი. 8 ნომერი. მიღებულია თქვენი ხმა. დიდი მადლობა ქალბატონო იმისთვის, რომ დაგვიკავშირდით. ჩვენ ვაუწყებლობთ რადიო სიხშირეზე FM 105 და 1 ტელევიზიით მთელ საქართველოში და ყველა რეგიონიდან, ყველა ქალაქიდან, სოფლიდან თუ თიდან ველოდებით თქვენს ზარებს. გისმენთ? მოგესალმებით, დაიწყეთ საუბარი. 8 ნომერს ვაძლევთ ხმას ოჯახიდან 5 კაცს. დიდი მადლობა თქვენს ზარისთვის. მიღებულია თქვენი 1 ხმა, მაპატიეთ, მე არ მაქვს უფლება რომ დავაფიქსირო 1 ზარის საფუძველზე სხვა ხმებიც, ხოლო 1 ხმის მიღება შემიძლია 1 ზარის ავტორისგან. კარგი იქნება თუ თქვენი ოჯახის წევრებიც, თუ კი სურვილი ექნებათ, დარეკავენ. თუ არ დარეკავენ, მაინც გასაგებია თქვენი სიტყვები. ზარია, გამარჯობა. გამარჯობა 41. 41, ქართული ოცნება. დიდი მადლობა თქვენ ზარისთვის. უნდა შეგახსენოთ, რომ ეს ეთერი აბსოლუტურად ყველა პარტიის მხარდამჭერისთვის ღია. ნებისმიერი მოქალაქისთვის, ვინც ახლა გვისმენს ან გვიყურებს, შეუძლია დარეკოს საქართველოს მთელი ტერიტორიიდან და სხვათა შორის ემიგრაციაში ჩვენ თანამგზავრით და ინტერნეტით გვიყურებენ და ემიგრაციიდანაც მივიღებთ ზარებს. გამარჯობა, გისმენთ? გამარჯობა ბატონო, ისე 50 მაგალითად პირდაპირ კაცრად თქვენ კარგი იქნება, მაგრამ შეფასებები დღეს არა, რომელ გუშინდელი არა, შეფასებები დღეს არ იქნება. 10 ნომერი, 10 ბატონო. რომელი პარტიაა შემახსენეთ? 10. რომელთა ლეიბორისტული პარტია, რომელმაც ინგლისშიც გაიმარჯვა. მადლობა. ლეიბორისტულმა პარტიამ მიიღო პირველი ხმა ჩვენს გადაცემაში. მადლობა ზარის ავტორს. ნამდვილად საინტერესოა მისი გადაწყვეტილება, იმიტომ რომ ეს იყო პირველი ხმა ამ პარტიის მიმართ. ზარია, გისმენთ? გისმენთ? 41. ქართული ოცნება. მიღებულია თქვენი ხმა. მე უმორჩილესად უნდა გთხოვოთ, რომ ტელევიზორს ხმა ბოლომდე გამოურთოთ, ეს
არის უმნიშვნელოვანესი საკითხი, როგორც კი ზარი გამოვა ჩვენს ნომერზე. გისმენთ? 8 ნომერი მიღებულია თქვენი ხმა ქალბატონო. დიდი მადლობა იმისთვის, რომ ღია ეთერში გვიკავშირდებით და მონაწილეობას იღებთ ინტერაქტიულ გამოკითხვაში. რომელ პარტიას ან გაერთიანებას აძლევთ ხმას? როგორია თქვენი საბოლოო გადაწყვეტილება? სწორედ ამ შეკითხვას ვსვამთ ჩვენ ობიექტივის პირდაპირ ეთერში. მორიგი ზარია, გამარჯობა. გამარჯობა. 8 ნომერი. დიახ. მიღებულია თქვენი ხმა. დიდი მადლობა ზარისთვის. უპრეცედენტო რაოდენობის ზარი შემოდის ეთერში და დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს ამისთვის. ჩვენ ყველას მივიღებთ, აბსოლუტურად ყველას, ვისაც სურვილი აქვს დააფიქსიროს მოსაზრება. გამარჯობა. 8 ნომერი. მიღებულია თქვენი ხმა. დიდი მადლობა. ვინაიდან ბევრი კვლევა ტარდება, ბევრი გამოკითხვა ტარდება, სხვადასხვა ტელევიზიები ამას ასაჯაროებენ, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ 2 დღით ადრე არჩევნებამდე ხალხს ვკითხოთ. თავად დარეკონ და საკუთარი ხმით თქვან, რომელი პარტიაა მათი რჩეული და საბოლოო გადაწყვეტილება როგორია მათი არჩევნებთან დაკავშირებით. გისმენთ? 41. 41. მიღებულია. მადლობა ზარისთვის. 557 88 55 88. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ განსაკუთრებით რადიო მსმენელებს ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერია ეს და შეგიძლიათ გვიპასუხოთ დასმულ შეკითხვაზე. და ძალიან საინტერესო იქნება შედეგები, სხვათა შორის მეც ძალიან მაინტერესებს თქვენთან ერთად. ზარია, გისმენთ? 8 ნომერი. 8 ნომერი, მადლობა თქვენ, რომ დაგვიკავშირდით. მადლობა. უპრეცედენტო აქტიობაა ჩვენს ნომერზე და მე მინდა ყველამ მიიღოს ეთერში მონაწილეობა. ვცდილობ მოკლედ ვისაუბრო ზარიდან ზარამდე მხოლოდ და თქვენს გთხოვთ რომ მოკლედ დაასახელოთ, როგორც აქამდე მივდივართ, სწორედ ასე თქვენი გადაწყვეტილება და თქვენი არჩევანი. და კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ეს ეთერი ნებისმიერი საქართველოს მოქალაქისთვის ახლა ღიაა. შეგიძლიათ დაგვირეკოთ და გვითხრათ თქვენი გადაწყვეტილება. ბუნებრივია ეს ხმები ბოლოს დაითვლება და გამოცხადდება ობიექტივისვე პირდაპირ ეთერში. 2 დღე დარჩა, სულ რაღაც 2 დღე. შაბათს უკვე არჩევნები იმართება და დილის 8 საათიდან შეგეძლებათ მიხვიდეთ საარჩევნო უბნებზე და წელს არჩევნები ტარდება ელექტრონულად, ვიცით. არ არის ბევრი არაფერი სირთულე ამ ელექტრონულ სისტემაში, როდესაც უბანზე მიხვალთ, ადგილზე აგიხსნიან ყველაფერს, ამიტომ ნუ იფიქრებთ, რომ რაიმე დაბრკოლებაა ეს. ძალიან მარტივია, შემოხაზვის ნაცვლად გააფერადებთ და შეაცურებთ ბიულეტენს საარჩევნო ყუთში. ზარია, გისმენთ? მოგესალმებით, დედა, 8 ნომერი, 8 ნომერი. დიდი მადლობა, მიღებულია თქვენი ხმა. 32 ხმა ამ ეტაპზე პატრიოტთა ალიანსის მიმართ. არჩევნებამდე 2 დღით ადრე ჩვენ ვხედავთ და 3 დღით ადრე, 4 დღით ადრე გნებავთ სხვადასხვა არხებზე გამოქვეყნებულ კვლევებს, სადაც ძალიან არაბუნებრივი და არადამაჯერებელი შედეგები იწერება. ამიტომ პირდაპირ ეთერში ვაწარმოებთ ასეთ გამოკითხვას ახლა. გისმენთ? დიახ. 8. ნომერი 8. მადლობა თქვენ. მადლობა, მიღებულია თქვენი ხმა პირდაპირ ეთერში. კოალიცია ცვლილებებისთვის ეს პარტია 4 ნომრით არის წარმოდგენილი. შეგახსენებთ, რომ მელია, ელენე ხოშტარია, ნიკა გვარამია და აი ამ პერსონების პარტიაა ეს. კოალიცია პატრიოტთა ალიანსი 50-მდე ორგანიზაცია გაერთიანებული, მათ შორის ალტინფო, ქართული იდეა, ქართული მისია და სხვა. კოალიცია ერთიანობა, ეს ნაციონალური მოძრაობა. შემდეგ განვაგრძობ, მანამდე კი ზარია. გისმენთ? მომეცით დაუმშუქლება. გისმენთ? გამარჯობა. ჩვენს კითხვაზე გვიპასუხეთ. გთხოვთ დღეს ასეთი ფორმატია. კი ბატონო, მოკლედ, კი ბატონო, იმ დღიდან, იმ საათიდან. არა, მოკლედ არა, ძალიან მოკლედ. რომელ პარტიას უჭერთ მხარს? მოუწოდებ. არა, არ მინდა გთხოვთ, არ მინდა. 8 ნომერი. გამიგეთ. აი ასე დაგეწყოთ, მოკლედ გეთქვათ, ხომ ჯობდა არა? მოწოდებების გაკეთება დღეს არ გვსურს, იმიტომ რომ ჩვენ მიუკერძოებლად გვინდა ყველა პარტიის მხარდამჭერს მოვუსმინოთ და ყველამ დარეკოს ამ გადაცემაში.
აი სხვათა შორის პატრიოტთა ალიანსის აქციას ხედავთ ახლა ჩვენ, რადგან ახსენეთ ეს პარტია და მათ მიეცით ხმა, ძალიან დიდი აქციები აქვს ჩატარებული. გისმენთ, გამარჯობა. 41 ნომერი. 41 ქართული ოცნება. დიდი მადლობა. მე აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ ეს პირდაპირ ეთერია 557 88 95 88 ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი გახლავთ. დღეს უმორჩილესად გთხოვთ, მოკლე პასუხი დაასახელოთ. მხოლოდ თქვენი არჩევანი, საარჩევნო რიცხვი ან პარტია თუ გაერთიანება. და ტელევიზორს დაუწიოთ უნდა ხმა ბოლომდე. გისმენთ? 41. 41. მადლობა თქვენ ზარისთვის. აქვე აუცილებელია რომ ერთი ადამიანის მხრიდან მხოლოდ ერთ პოზიციას ვაფიქსირებთ ჩვენ და ჩათვლილად ვაცხადებთ. ერთი ნომრიდან მხოლოდ ერთი ხმის მიღების შესაძლებლობა გაქვთ. თუ კი გადაცემის მსვლელობისას საეთერო ჯგუფი გამოავლენს რომ რომელიღაც ნებისმიერმა ზარის ავტორმა არა კეთილსინდისიერად იმოქმედა და ორჯერ დარეკა ან მეტჯერ, მაშინ ჩვენ გადაცემის ბოლოს გავაბათილებთ ამ ხმას. ამიტომ მხოლოდ ერთხელ დარეკეთ გთხოვთ. ზარია, გამარჯობა. გამარჯობა. 41. 41. მიღებულია თქვენი ხმა. დიდი მადლობა ზარისთვის. რომელ პარტიას ან გაერთიანებას აძლევთ ხმას? როგორია თქვენი საბოლოო გადაწყვეტილება? პირდაპირ ეთერში დღეს ვსვამთ ამ შეკითხვას და ველოდებით თქვენს ზარებს. ეკრანზე მითითებულ ნომერზე. რადიო მსმენელებისთვის კი გავიმეორებ 557 88 55 88. გამარჯობა, თქვენ ეთერში ხართ, გისმენთ? გამარჯობა. დიახ. 8 ნომერი. დიდი მადლობა თქვენ ზარისთვის. 8 ნომერი გახლავთ პატრიოტთა ალიანსი და პატრიოტთა ალიანსი ეს ოფიციალური დასახელება იქნება ბიულეტენში. თუმცა იგულისხმება მასში გაერთიანებაც და გაერთიანების წევრები შედიან ამ პატრიოტთა ალიანსში, ამიტომ ვაცხადებ მე, თორემ შემიძლია რა თქმა უნდა სათითაოდად ჩამოვთვალო შემავალი პარტიები და ორგანიზაციები. გამარჯობა, გისმენთ? 41. 41 ქართული ოცნება. დიდი მადლობა ზარისთვის. მიღებულია თქვენი ხმა. მოკლე პასუხი გაგვეცით, ძალიან გთხოვთ და დაასახელეთ სურვილის შემთხვევაში თქვენი რჩეული პარტია, რომელსაც ორ დღეში, შეიძლება ითქვას ორ დღეზე ნაკლებშიც კი მხარს დაუჭერთ საარჩევნო უბანზე. ზარია ეთერში, გისმენთ? 8 ნომერი მიღებულია თქვენი ხმა, დიდი მადლობა. უპრეცედენტო რაოდენობის ზარები შემოდის და დიდი მადლობა თქვენ ამ აქტიური ჩართულობისთვის პირდაპირ ეთერში. 557 88 55 88 აბსოლუტურად ყველა ზარს მივიღებთ, რის შესაძლებლობასაც მოგცემს ჩვენი ქრონომეტრაჟი. ზარია, გისმენთ? 8 ნომერი. მადლობთ, გაოცებული ვარ, აი შემიძლია გითხრათ რომ გაკვირვებულიც კი ვარ არც ერთ გამოკითხვაში, რომელიც მე წამიყვანია, ასეთი მხარდაჭერა არ დაფიქსირებულა პირველივე წუთებიდან და პირველივე ნახევარში ეთერისა, რომელიმე პარტიის მიმართ, რაც ახლა ფიქსირდება პატრიოტთა ალიანსის მიმართ და ამ ეტაპზე ლიდერობს ეს პარტია. თუმცა ჯერ ბევრი დრო გვაქვს წინ და ვნახოთ როგორ იქნება საქმე. ზარია, ღმერთმა დაგლოცოთ. რომელ ნომერს უჭერთ მხარს? 8 ნომერი. დიდი მადლობა, ქალბატონო. თქვენც დაგლოცოთ ღმერთმა. 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები იმართება. შესაბამისად, უკვე ახალი პარლამენტი აირჩევს ახალ მთავრობას, ან იქნებ დატოვებს ძველს. ეს თქვენი გადასაწყვეტია ქართველი ხალხის, თუმცა პარლამენტში რომელი პარტია რა მოცულობით შევა, ეს ჯერჯერობით უცნობია. ზარია ეთერში, გისმენთ? დაიწყეთ საუბარი, ობიექტივი გისმენთ? ილია 8 ნომერი. მადლობთ ქალბატონო, დიდი მადლობა თქვენ ზარისთვის. დიდი მადლობა იმისთვის, რომ გვიკავშირდებით. საინტერესოდ ვითარდება ჩვენი დღევანდელი ეთერი, მინდა გითხრათ და საინტერესოა მოქალაქეთა პოზიციებიც. ლეიბორისტული პარტია 10 ნომრით მონაწილეობს არჩევნებში, პარტია ჩვენ 23 ნომრით, გახარია საქართველოსთვის 25, გირჩი 36, ქართული ოცნება 41, კოალიცია ცვლილებებისთვის 4,
კოალიცია პატრიოტთა ალიანსი 8, კოალიცია ერთობა 5. ზარია გისმენთ? 41. 41. მიღებულია თქვენი ხმა, დიდი მადლობა ზარისთვის. აგრეთვე არჩევნებში მონაწილეობენ მემარცხენე ალიანსი, სოსო შატბერაშვილის და კახაძაგანიას პარტია, გახსოვთ ეს. საქართველო, ასეთი დასახელების პარტია, ჩვენი გაერთიანებული საქართველო, საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია, თავისუფალი საქართველო, ტრიბუნა, შეცვალე საქართველო, ქართველ ერთობა, ასეთი პარტია, საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია და ევროპული დემოკრატები. ზარია გისმენთ? ალო გამარჯობა. 4-იანი დიდი მადლობა. არა ბატონო, გესმით ჩემი ხმა? მესმის თუ შეგიძლიათ ერთი პარტია ამოირჩიოთ, რომელსაც უფრო მეტად უჭერთ მხარს. დავიბენი. სიმართლე გითხრათ, დავიბენი არც ისმის თქვენი ხმა, თქვენ ამბობთ, რომ ერთი ხმა დავაფიქსიროთ ლეიბორისტული პარტიის მიმართ და 4 ხმა პატრიოტთა ალიანსის მიმართო და აბა როგორ მოვიქცეთ? 4 ხმას ვერ დავაფიქსირებთ პატრიოტთა ალიანსის მიმართ და მაშინ გაბათილებულად ჩავთვალოთ თქვენი ხმა, ასე მოვიქცევი. გამოკვეთილად მაინც უნდა ბრძანოთ ერთი პარტია, რომელსაც მხარს უჭერთ, ამიტომ დღეს სამწუხაროდ მიწევს, რომ თქვენი ხმა აქ შედეგებში არ მოიხსენიო. ზარია გისმენთ? ნომერი 8. მადლობა თქვენს არისთვის. პირდაპირ ეთერში ვართ და პირდაპირ ეთერში თქვენ გვიკავშირდებით ნომერზე, რომელიც ეკრანზე ამითითებული. საბოლოო გადაწყვეტილება როგორია? რომელ პარტიას ან გაერთიანებას უჭერთ მხარს? ასეთ შეკითხვას ვსვამთ და გელოდებით ნომერზე, რომელიც ეკრანზეა. გისმენთ, გამარჯობა. ცუდად მესმის. ქართული ოცნება 41. მიღებულია თქვენი ხმა, მადლობა იმისთვის, რომ დაგვიკავშირდით. ტელერადიო კომპანია ობიექტივის პირდაპირ ეთერში უმაუწყებლობთ, შეგახსენებთ იმასაც, რომ დღეს ძალიან საინტერესო, გამორჩეულად საინტერესო ინტერაქტიული გამოკითხვა გვაქვს. ზარია ეთერში გისმენთ? დიახ. 8 ნომერი მიღებულია თქვენი ხმა. დიდი მადლობა იმისთვის, რომ დაგვიკავშირდით და დააფიქსირეთ თქვენი არჩევანი. მე მოვუწოდებ სხვადასხვა პარტიების მხარდამჭერებს გააქტიურდით და დარეკეთ ამ გადაცემაში. დარეკეთ ყოველ შემთხვევაში დუმილს ჯობია ყოველთვის დაფიქსირდეს თქვენი არჩევანი და თქვენი გადაწყვეტილება. ეს იქნება ჩემი თხოვნა. თუ არ ვწდები ზარია ეთერში დიახ, გაითიშა ზარი. 557 88 55 88 გისმენთ? 8 ნომერი. მიღებულია თქვენი ხმა. მე უმორჩილესად გთხოვთ თითოეულ მაყურებელს თუ რადიო მსმენელს, მხოლოდ ერთხელ დაგვიკავშირდით და მხოლოდ ერთი პოლიტიკური პარტია დააფიქსირეთ. სხვა შემთხვევაში თუ კი მოხდება რამდენჯერმე დაკავშირება, მიუხედავად იმისა, რომ ეთერს გარეთ ჩვენი ჯგუფი ამ ყველაფერს აკვირდება, რომ არ მოხდეს რაღაცა მანიპულაცია, მაინც გაბათილება მოგვიწევს, თუ კი ამ ფორცმაჟორულ ვითარებაში გაიპარა მსგავსი შემთხვევა. გისმენთ? 8 ნომერი 2 ვართ ოჯახში. დიდი მადლობა ქალბატონო თქვენს არისთვის. ვაფიქსირებ ერთ ხმას, იმიტომ რომ თქვენ პირადად რეკავთ ახლა და მე მხოლოდ თქვენს ხმას მივიღებ. თქვენი ოჯახის წევრმაც სალკე დარეკოს და ამ შემთხვევაში დიდი სიამოვნებით. 557 88 55 88 არჩევნებამდე 2 დღით ადრე. როგორია თქვენი საბოლოო გადაწყვეტილება? გისმენთ? 41. 41. დიდი მადლობა თქვენს არისთვის და თქვენი პოზიციისთვის, რომელსაც დაუფარავად აჟღერებთ პირდაპირ ეთერში. 19 პარტია მონაწილეობს და როგორია ამ 19 პარტიიდან თქვენი გადაწყვეტილება? გისმენთ?
თქვენი არჩევანი. გამარჯობა ილია 41. 41. დიდი მადლობა ქალბატონო თქვენ იმისთვის რომ დაგვირეკეთ ობიექტივის პირდაპირ ეთერში. აქვე მე მინდა ვთხოვო თითოეულ მაყურებელს, თითოეულ მოქალაქეს ჩვენი ქვეყნისა რომ არჩევნებზე აუცილებლად მიბრძანდით. ზარია გისმენთ? ალო. დიახ. ალო. 8 ნომერი. 8 ნომერი. მიღებულია თქვენი ხმა. დიდი მადლობა ზარისთვის. არჩევნებზე მისვლა ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი საკითხი, თუნდაც შეუძლოდ ვიყოთ. თუნდაც რაიმე დაბრკოლება ან მიზეზი გამოჩნდეს ჩვენს ცხოვრებაში, არჩევნებზე აუცილებლად უნდა მივიდეთ. ზარია გისმენთ? 8 ნომერი. 8 ნომერი. უპრეცედენტო შემთხვევაა. ძალიან მიკვირს, გაოცებული ვარ, ამდენად დიდი მაჩვენებელია პატრიოტთა ალიანსის მიმართ და გაოცებული ვარ ჩვენი მაყურებლის თუ რადიომსმენელის ასეთი პოზიტიური აქტიურობით თუ შეიძლება ითქვას, ზარი ზარზე შემოდის უამრავი მაყურებელი თუ რადიომსმენელი გვიკავშირდება. ამიტომ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს. შეგახსენებთ რომ შეკითხვა ასეთია, რომელ პარტიას ან გაერთიანებას აძლევთ ხმას, როგორია თქვენი საბოლოო გადაწყვეტილება. საბოლოო გადაწყვეტილება, იმიტომ რომ 2 დღე დარჩა არჩევნებამდე, ხოლო განვლილი პერიოდის განმავლობაში ჩვენ ნახეთ უამრავი გამოკითხვის და უამრავი ეგრეთ წოდებული კვლევის შედეგები, სადაც სამწუხაროდ მუდმივად ცდილობენ ადამიანების მოტყუებას და შეცდომაში შეყვანას. და ეს როგორც ჩანს, აპრობირებული მეთოდია ყოველი არჩევნების წინ ასეთი სურათი იკვეთება. ზარია ეთერში გისმენთ და ამიტომ მე ესეთერი გამოვიყენოთ. დიახ, 8 ნომერი, მადლობა თქვენ ზარისთვის. ამიტომ ესეთერი გამოვიყენოთ და დავანახოთ დანარჩენ საზოგადოებას ან გაუზიაროთ ერთმანეთს ჩვენი არჩევანი. ზარია ეთერში გისმენთ? მოგესალმებით, დაიწყეთ, გთხოვთ. გამარჯობა. ალო, დიახ, დიახ. ილია თქვენთან ვარ შილო. დიახ, ილია ვარ. 8 ნომერი, 5 მოვდივართ, 5. დიდი მადლობა თქვენ ზარისთვის ქალბატონო. 5 ხმას აქ ვერ ჩავწერ, ვერ დავაფიქსირებ, თუმცა არჩევნებზე მიბრძანდით და იქ გააფორმეთ. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ რომ დარეკეთ. 5-5-7 88 55 88. რადიომსმენელებს და ტელემაყურებლებს მოუწოდებ ნებისმიერი პარტიის მხარდამჭერს დაგვირეკოს ეთერში. გისმენთ? 8 ნომერი. მიღებულია თქვენი ხმა. უპრეცედენტო რაოდენობის ხმები შემოდის ეთერში. რაც ფიზიკურად ესწრება, ვიღებთ ყველა ზარს ობიექტივის ღია ეთერში და ყველა ადამიანს და ყველა რადიომსმენელს თუ ტელემაყურებელს ვუთმობთ ამ გადაცემას. როგორია თქვენი საბოლოო გადაწყვეტილება 2 დღით ადრე არჩევნებამდე? სწორედ ამ შეკითხვას ვსვამთ და ყველას გვაინტერესებს საბოლოო შედეგი. ზარია გისმენთ? ალო. დიახ. 8 ნომერი გენეცო. 8 ნომერი. მადლობა თქვენ ზარისთვის. გასაგებია, მადლობა კიდევ ერთხელ რომ დაგვიკავშირდით. ძალიან კარგია რომ ჩემს თხოვნას ითვალისწინებთ და მოკლედ ასახელებთ თქვენს არჩევანს. დღეს შეფასებებისგან თავს ვიკავებთ ჩვენს ეთერში, იმიტომ რომ გვინდა ბევრი ზარი მივიღოთ. ზარია კვლავ გისმენთ? დაიწყეთ საუბარი. 41. ბატონო? 41. 41. ქართული ოცნება. დიდი მადლობა. ჩვენ ამ ბლოკის დასრულებამდე ძალიან ცოტა დრო გვრჩება. რამდენიმე წუთის სულ და შემდეგ გავაგრძელებთ. ფასიანი სარეკლამო რგოლებია გასაშვები, რასაც კანონი გვავალდებულებს და ჩვენ როგორც უკვე გითხარით, ვამატებთ საეთერო დროს, კიდევ 1 საათს ვამატებთ, იმიტომ რომ ბევრი ადამიანი ვერ რეკავს, ცდილობს დარეკვას და ვერ ახერხებს, იმდენად გადატვირთულია ხაზი. ზარია გისმენთ? გამარჯობა. დიახ. 41. 41. დიდი მადლობა თქვენ ზარისთვის. შეგახსენებთ, რომ ობიექტივის პირდაპირ ეთერშია ინტერაქტივი, გაოცებული და გაოგნებული ვარ, არასდროს არ ყოფილა ასეთი მასშტაბური ინტერაქტივი ობიექტივში, როდესაც ამდენი ზარი შემოდის, წამი-წამზე შემოდის ზარები
და აგრეთვე გაოცებული ვარ შედეგებით, აი პირველადი შედეგები მე უკვე სახეზე მაქვს აქ, თუმცა ჯერ არ ვაცხადებ, დაველოდოთ გადაცემის დასრულებას. გისმენთ, გამარჯობა. ალო. დიახ. 8 ნომერს აფიქსირეთ ჩემი ერთი ხმა დიახ. და პლუს ამას 8 წევრი კიდევ. დიდი მადლობა. კიდევ 8 წევრი უჭერს თქვენი ოჯახიდან, მხარ თუ თქვენი საახლობლოდან ამ 8 ნომერს როგორც ჩანს. მე დავაფიქსირეთ დღევანდელ ჩვენს გამოკითხვაში თქვენი ერთი ხმა პატივცემულო. დიდი მადლობა რომ დარეკეთ დანარჩენი არჩევნებზე. ზარია გისმენთ. ალო. გისმენთ. გისმენთ ეთერში ხართ. ალო. ეთერში ხართ გისმენთ. ისა, რა თქმა უნდა 8 ნომერი. მადლობა დიდი სარისთვის. ერთი წუთი დაგვრჩა ბოლო ზარს მივიღებთ ამ ნაწილში და შემდეგ უკვე აუცილებელ სარეკლამო ჭრაზე გავალთ, რასაც კანონი გვავალდებულებს. ჩვენ 1 საათს კვლავ ვამატებთ, კიდევ ვამატებთ ამ გადაცემას. იმიტომ რომ ყველა მოასწროთ დარეკვა, დიდი პატივისცემით მიუმართავ თითოეულ რადიომსმენელს და ტელემაყურებელს, ვინც ახლა გვისმენს ან გვიყურებს. გისმენთ, გამარჯობა. გამარჯობა. დიახ. 41 მიღებულია თქვენი ხმა, განსაკუთრებულად აქტიურობს ქართული ოცნების და პატრიოტული გაერთიანების პატრიოტთა ალიანსის ამომრჩეველი და მხარდამჭერი, დროებით გემშვიდობებით. ძალიან მალე ვბრუნდებით პირდაპირ ეთერში, თუმცა ერთი ზარიც უნდა მივიღოთ. გისმენთ, გამარჯობა. 8 ნომერი 5 ხმა. 8 ნომერი, დიდი მადლობა. ერთ ხმას ვაფიქსირებ დანარჩენი არჩევნებზე. მადლობა ყველას, უღრმესი მადლობა ამ საოცარი ეთერისთვის. რაღაც სასწაული ხდება ობიექტივში. მადლობა ყველას, 10 წუთში ვბრუნდებით და ვაგრძელებთ იგივე ფორმატს, იმიტომ რომ ყველა მოასწროთ დარეკვა. მე ილია ჩაჩიბაია ვარ, დროებით.